და დავიწყოთ ახლა საუბარი მარიამთან, აბა რა შვები, როგორ ახარ და როგორ ემზადები ფინალისთვის, გითხარი? არ ვიცი, ღელავ მოლოდინის რეჟიმში ვარ, რამდენიმე დღეშია ნახევარფინალი და ვცდილობ რომ მაქსიმალურად მოვიკრიბო ენერგიები და შევხვდე მზად ამ ამბავს. იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს და სერიოზულად უნდა მიდგომ ამ ამბავს. ხო, გამარჯვებისთვის ემზადები როგორც ხვდება. აბა რა. მინდა ჩვენ ისეთი რაღაცეები რომ მოვისმინეთ რომ კითხვა ჩდება ესეთი აი როდის დაიწყეს სიმღერა. ეხლა მეტყვით რომ მატყუებო, მაგრამ წლის და 3 თვის ვიყავი, როცა პირველად წავიმღერე. შენ ძალიან დაგიგვიანე. მაგდო დანებებს უკვე ხალხი სიმღერა. ანუ ესე იგი რა გამოდის ნიკუშ ძალიან პატარაობიდან წლის და 3 თვიდან ემზადება ნიჭიერის მოსაგები. კი. სადაც ორი ბინა თამაშდება ერთის მაგივრად და შანსები არის ძალიან მეტი რა თქმა უნდა. გაორმაგებული პირდაპირი გაგებით. პირველ რიგში მინდა რომ ჩემს მსმენელს და გულშემატკივარს მივენიჭო უდიდესი სიამოვნება ჩემი მოსმენის პროცესში. გამარჯვებაზე ნაკლებად ვფიქრობ, უფრო ვფიქრობ აი იმ ემოციებზე და განცდებზე, რასაც სცენაზე მივიღებ რა და ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. ბათუმელი ხარ? კი, ბათუმელი ვარ. იქ ცხოვრობ, ხო? დიახ, იქ ვცხოვრობ. მაგრამ ამ ბოლო დროს ნაკლებად უფრო თბილისში პროექტის გამო ბათუმი დავივიწყე სამწუხაროდ. არა უშავს, კი ბატონო, ზაფხულზე წაგიყვანთ ჩვენ. თქვენი იმედი მოგვთ და დავჭი აქ მგონი. მარიამ, ნიჭიერში საერთოდ როგორ გადაწყვიტე? აბა მითხარი, გითხარი. გადავწყვიტე არ ერქვა, ამას ერქვა გადამაწყვეტინეს, ზეწოლა მოახდინეს, იძალადეს, ანუ არანაირ კავშირში არ ვიყავი, ოღონდ მართლა. ჩემი მეგობრის შვილის გულშემატკივრად ვიყავი, მისული ფილარმონიაში რიგითი სტუმარი უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული და ჩემი მეორე მეგობარი ჩემს გვერდით იჯდა ზუსტად. როცა ჩამოვიდნენ წამყვანები დარბაზში, რაღაც გაურკვევლად ვუყურებდი, ხან იქით ვიყურებოდი, ხან აქით ვიყურებოდი, არც ველოდი რომ წამყვანი საერთოდ შეიძლება და ჩემთან მოსულიყო და რო თქვეს რომ ესე ნიჭიერი იქნებ დარბაზში ვინმე არისო, ჩემი მეგობარი რომელიც გვერდით მეშ ატყდა რომ აი სასწრაფოდო ეხაო, აი მობილიზებაო და მე ვეუბნებიო, უნდა ჩაგიშვაო ეხაო რომ იქნებ გაგაგდოო ამ სცენაზეო, დესმეო და ნუ რა ვიცი, ძალიან უარზე ვიყავი, იმიტომ რომ ჯერ მოუმზადებელი არც დაალაგებული რა უნდა მემღერა, რა უნდა მეთქვა, არა. როგორც გვახსოვს იქ პირდაპირ ახლა. აი ნუ კი ჩამოდის და ნუ თაკონდა, ეხლა შენ ნერვიულობო და ნერვიულობ, აბა რა ვშვები ამდენი ადამიანი, ეხლა საერთოდ არ ვიცი რა უნდა ვქნა, რა ვიმღერო და ნუ უცებ გამახსენდა ეს Nature Boy ეს სიმღერა რა იქნებ კონდეთ მეთქი და ამ ფიქრმა ამიყვანა სცენაზე, რომ იქნებ აი დროა მარიამ უკვე რომ გამოვჩდეთ და იქნებ დროა რომ ხალხმა მოისმინოს შენი ნაშრომი და შემოქმედა. ძალიან სხვა შეიცვალა ხალხი რა. ხედავ რა დღეშია გოგო აგერ აბულიგებენ, აძალებენ რაღაცას და ძალით უნდა ბინა მოაგებინა და ზოგი მეგობარია? ანუ ესე იგი რა გამოდის ახლა რა? ბინა თუ მოიგო მარიამმა წილში ყავს მეგობარი. ხო აი ეგ არ ვიცი, აი როგორია, მე მგონი ჯობია რომ არ მოვიგო. იმიტომ რომ 10 ოთახის მიმცემი არ ახლა. ანუ თაკოც ამბობს რომ არა ჩემი დამსახურებაო, პროდიუსერი ამბობს ჩემი დამსახურებაო, ჩემი მეგობარმა ჩემი დამსახურება. ნუ ეხა აქ იმდენია უკვე რომ მე აღარ გამჩარა. შენ რა გჩება ხო იცი ველკამი. შენ აქედან დავაფენეს. მე და ნიკუშასაც ტყუილა გვიყურებ ისე რომ ისე მოგიწვიეთ ეხა. მაგ პროექტებს ლოჯებია. თქვენთვის არ მენანება და დაგიწვა. შეგენაცო, შენ განახშირა ჯა აივანზე მე ჩემ ყავას დავლებთ რაღაცას. მარიამ, ეს მეგობარს რომელსაც ახსენებს, რომელსაც სცენიდან უმღეროდი, ეს გოგონაა, ხო? არა, სცენიდან ჩემს ყველაზე ახლო ადამიანს უმღეროდი. ოღონდ აი ეგ უკვე უფრო ჩემი სარფიანი საქმე იყო თუ მისი ვერ ხვდები, იმიტომ რომ ლაივი მქონდა ბათუმში ერთ-ერთ ძალიან კარგ ლოკაციაზე და ბავშვობიდან ვერ ვიმახსოვრებ ტექსტებს. დედა ჩემის მუსიკოსია ნაწილობრივ გარდა იმისა რომ არის ექიმი.
და დედაჩემსაც იმავე პრობლემა ჰქონდა ზუსტად, რომ ვერ იმახსოვრებდა ტექსტებს და ეხლა გენეტიკური ამბავია, ვერც მე ვერ იმახსოვრებ ტექსტებს. მე ჩემი ჟანრი მშველი, ჯაზ ვოკალისტი ვარ და სულ იმპროვიზაცია. ანუ ტექსტი ნაკლებად მიწევს ხოლმე და ერთ-ერთი საღამო იყო სასვლა მემღერა ძალიან ცნობილი სიმღერა. სტეფანე მაპატია, სტეფანეს დამბრუნდი იყო ეს სიმღერა და აი ამ სიმღერას ვღერი ძალიან დიდი ხანია, მაგრამ უცებ რაღაცა 30 სიმღერა რო გაქვს, სამღერი რაღაც ამოგივარდება რა თავიდან და ჩემ მეგობარს ვეძახი, დაიწყო ეხა ჩემმა ბენდმა დაკვრა და ხალხი უცდის რა და ეს მიდის და მე ვერ მივხვდი რა დავიწყო, ტექსტი არ მახსოვს, აი ტექსტი არ მაქვს თავში და ესე ვეძახი ანა მოდი. ანუ იმენი ფიქრა რომ სავარაუდოდ ალბათ უნდა რომ სცენაზე ამიყვანოსო და ანა მოდი. ნუ მოვიდა. დადგა წინ და ეს ხალხი ეთყობა რომ აი როგორი აი სენსიტიური გოგოა, როგორ აი პატივი უნდა რომ სცეს თავის უახლოეს ადამიანს და ამ დროს ტექსტი არ მახსოვს. ტექსტი შემახსენე, ესე ვერ წოღე ხა როგორ გინდა რომ იმდენ ხალხში ეს კარგად თქვა. ტექსტი და ჩემი დაქალი იქიდან მე ესე თვალები მოჭუტული ალბათ ვიღაცას ეგონა რომ ტირისო და მე ამ დროს უშენოდ ვარ და მე უშენოდ ვარ ისგრენ შენს გარდას ხო და მეც აქიდან ესე რაღაცა ვავსებდი თორე აი ესე გამოვიდა რომ აი კურიოზა გოგო ბრძანდება და იმედი მაქვს მარიამ რომ ტექსტები შეიძლება რაღაც ხო მაგრამ იმედია სათაურები მაინც გახსოვს და ფინალზე ნიჭერის მაგივრად კურიერში არ მოხალაგ და არა სათაურს გავ შემიშვით მონაწილე ვარ იქნება რამე მოგვიყვე შენ ახლა რადგან ასეთ სიტუაციებში ხდები ხოლმე გამო მოგზაურობ ხშირად მომიწევს კი ჩემი საქმიდან გამომდინარე იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ვარ მომღერალი ვარ იურისტიც ხშირად მიწევს სხვა ქვეყანაში წავს სხვა ხასიათი ვარ არა უფრო როგორც სპიკერს და წარმომადგენელს და ერთ-ერთი ესეთი კონფერენცია ტარდებოდა ჩინეთში ჩავფრინდით მე და ჩემი უახლოესი მეგობარი აქაც ჩავედით შანხაიში პირველი დღე იყო გენიალური იმიტომ რომ ნუ გადაყვნენ თან და ის სტუმარი და აი ძალიან თბილი ხალხია სხვათა შორის ქართველებს ვარ რომელიც გადაყვება თან და რაზი რაღაცა მომიდომეს რომ აი რაღაცა ჩემ გვერდით რომელიღაცა გამოდგება ხო და ესეც შემთხვევა იყო რომ ეს გენიალურად ჩავამთავრეთ ეს დღე და დადგა დღე როცა მიუფრინავთ ლიანიუნგანგში ესეთი ქალაქია როგორც საპორტო ქალაქი გვაქვს ბათუმი იმათ აქვთ ეს ქალაქი და წავედით ახლა ამ ქალაქში და სასტუმროს ხედავთ არის მთელი ბათუმის ხელა ოღონდ მართლა აი მთელი ბათუმი თორემ დიდი დრო ჭირდება კი ნუ 6 საათი ვიფრინე კიდე იქიდან შანხაიდან კიდე 6 საათი ფრენა რა და ეგენანსა ჩემი ციგანი ცხოვანია 25 საათი ვიყავი ჰაერში ოღონდ მართლა საერთო ჯამში და ჩავფრინდით ახლა ლიანიუნგანგში ეხლა ვფიქრობთ რა როგორ და ნუ დაგვპატიჟეს ვახშამზე ვერაფერს ვერ ვამბობთ იმიტომ რომ ვარ სტუმრები და ეხლა ხო არ ვიტყვით უკულტუროები არიან ეს ქართველები და სწორედ ყველაზე კულტურულები ჩვენ გამოვჩნდეთ და ალექსანდრე მეუნება რა მე გეცნობა ბიჭო არაფერი არ მეცნობა ვეუბნები ეხლა რა უნდა მეცნოს აკიდან გახვეწა ბაყაყი გველი რაღაც კობრა სტეიკის შემწვარი გამიყვარს კაი კობრას არაფერი ხოდა ნუ არაფერი არ გვესნობა და ნუ ერთი კვირა ვიყავით მშივრები ოღონდ მართლა ოღონდ ისეთი მშივრები ვიყავით რომ უკვე ჭამდით ერთმანეთს ჩხუბით და მე მაღაზიაში გავიდეთ იქნებ რაღაცა ვიპოვოთო რა და დავიარეთ მთელი კვარტლის მაღაზიები არაფერი არ არის ყველგან არის გველხოკერა ნორი ბაყაყი სუშის რაღაც ჩინური ვერსია ოღონდ არა იაპონური სუშის და ნუ გადავირიე რა და ერთი რაღაც პატარა მაღაზია შევნიშნე და დავინახე კოკა-კოლა მე სიამოვნა ვიფიქრე რომ აი იქ შეიძლება რაღაც იყოს რაღაც კოკა-კოლა რაღაც გამახსენდა რომ მეთქი იქნება ავშენდით რაღაც და გავედი გავიქეცით იქითკენ და ალექსანდრე გარეთ მოვდებოდა რაღაც მოწერეს ტელეფონზე და შევედი ხა მაღაზიაში და ყუთში ვხედავ სადღაც აი იატაკზე წარმოვიდგინე როგორ გუშია ეხლა რომ იმასაც კი თვალი მოუკარე ყუთში ეგდო $2 არის სნიკერსი ეხლა ვფიქრობ მადლიქენი ქვაზე დადე თუ ავიღო და წამოვიღო კაი ჯუმად და არავის არ გავუყო ძლოკვის სნიკერსი ნუ ეხლა 2 წელი იყო და ერთი ჩავიდა ჯიბეში და
მეორე წამოვიღეთ ალექსანდრე ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო თქო და ერთ სნიკერს ახლა ორი ადამიანი როგორ ვერ გავიყოთ თქო და ერთი მოტეხილი ის ერთი ჭამეთ ერთად გზაში მაგრამ ისე იმერც რა ბედიაცია უკვე აღარავინ არ იცი ჯიბეში არა უბრალოდ კარგი იქნებოდა ასე რომ გაგეგრძელებ ეს სნიკერსი რომ გავხსენე და გადმოძვრე ეს სნიკერსი და გაცოც და წავიდა არა შეიძლება არ მახსოვს ბუნდა უნდა ერთი ესე შემოვღე დიდი მადლობა რომ გამხსენი აი ეგ რამდენი ხნით იყავით 10 დღით ჯამში და 10 დღიდან მარტო 3 დღე მახსოვს ცნობიერში. იმიტომ რომ დანარჩენი შიმშილისგან ქონდა გონება დაბიჯდა. ცოტა ესე ვიყავით ბოლოს. ჩამოვედი 5 კილოგრამი. მაკდონალდს არ არის იქ? არა, მაკდონალდს. საერთოდ არ იცი, მაგ ფენომენს ვერ ცნობენ. ბაყაყია ყველგან. გადავიდა. რამე ხო არ გაქვს ბაყაყებზე სიმღერა მომზადებული დღეს? აი ერთი ბაყაყებზე არის სამწუხაროდ. კარგი, მაშინ ჩვენ რაღაცა უტექსტო სიმღერა გვინდა, ფაქტია. ისე იმდენი ისაუბრა ეხლა ტექსტები არ ვიციო რომ. ხო, უტექსტოს მანერვიულოს ეხლა. მარტო მუსიკას წაიღებინებს. სავარაუდოდ. ან რა ვიცი, რის სიმღერას აპირებთ ნაწილობრივ რომ გამოვიცნოთ თანც მე ჩვენ ტექსტებს. იცით რა, ზოგადად დღეს უტექსტოს არ ვაპირებ, ერთადერთი დღეა, როცა გადავწყვიტე რომ პირიქით ყველასთვის ნაცნობის სიმღერა მემღერა. იქ არ ნახებთ კაცო აქავა. ეგენად. ეგ ისეთ ნაცნობია რომ უკვე გვერდს ვერ აუვლი მაგ სიმღერას და ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს სიმღერა მემღერა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი სიმღერა. მაშინ ჩვენთან თამაშდება ბინა არა, მაგრამ მიკროფონის სულ რაღაც 5 წუთით და ჩვენი გამარჯვებული ამ შემთხვევაში მარიამი. ესე იგი, მარიამ, რა თქმა უნდა, წარმატებას გისურვებთ, როგორც ჩვენ ისევე ყველა მონაწილეს. პროექტს დიდი მადლობა ჩემო ნიკოლოს კიდევ ხაზგასმით უნდა ვთქვა და მადლობა რუსთავიოს რომ გააკეთეს ისე ჩვენმა ხელმძღვანელობამ რომ ასეთი მნიშვნელოვან პროექტში არა ერთი, არამედ ორი ბინა თამაშდება და ჩვენ ძვირფას ნიჭიერ ადამიანებს რომლებიც ამ წელს პროექტში არიან მეტი შანსი აქვთ რომ საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. ამიტომ თქვენ რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას, ლოჯის პირობაა, გაგახსენებთ და თუ გაიმარჯვეს, აქვე გაიმარჯვეთ, პირობას ჩამოგართმევთ, რომ გვესტუმრებით როგორც გამარჯვებული. იმედი მაქვს გავიმარჯვებ. მაგრამ თუმცა თქვენი სტუმრობაც არანაკლები რეგალია, მე მგონი, რაღაც კარგად ვიგრძენი თავი ამ საუბარს. კარგი. მოდი დავუთმოთ ახლა სცენა და მოусმინოთ მარიამს.